მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა საერთო გაშლა ყოველთვის ყველას არ ემთხოვა, შეიძლება თუ იდენტიფიკაცია შეატყობთ, რომ თქვენია გაშლა, მაშინ რაღაც ნაწილი საინტერესო მაინც საჭირო ინფორმაციის მიიღოთ, ამიტომ საერთო გაშლაში ყველას ყველაფერი არ დაგემთხოვათ, ეს მე არ მემთხოვა და და არ გვინდა მეგობრებო, კარგი დაწერეთ, დადებითი ენერგიით და მადლობით აღივსეთ სამყაროს და საერთოდ გათენებული ყოველი დილის მიმართ არ დაგავიწყდეთ მადლობების გადახდა. რაც შეეხება ამ გაშლას, გაშლა გვექნება ესეთი. რა მოდის უახლოესი 3-10 დღის პერიოდში თქვენ პირად ცხოვრებაში. რა მოდის, ვინ მოდის ურთიერთობას შეეხება კონკრეტულად. ხართ ურთიერთობაში თუ არ ხართ, ამას არ ვარკვევ, უბრალოდ რა მოდის თქვენ ურთიერთობაში, ურთიერთობის სფეროში, ასე ვიტყოდი. რა იქნება თუ არ იქნება რამე ისეთი მნიშვნელოვანი, გავიგოთ 3-10 დღის როგორც გითხარით პლუს-მინუს ვადებში. თუ კონკრეტულად ეს გაშლა არ დაემთხოვა თქვენ თვის, გადმოდით ჩემ გვერდზე არჩიეთ სასურველი თემატიკა და დაწერეთ კომენტარი, ლაიკი და სასურველი თემატიკა რა გინდათ რომ გავშალოთ ასე საერთო გაშლებად. ჩემი ქმრის არა, ისეთი მეგობრებო რომ საერთო გაშლად გამოდგეს. ვინ ხართ თქვენ? შეზდის მეფე გაშლას ვაკეთებ მანარაზე, რომელიც არის 18+ კარტი, ამიტომ ვეცდები რომ ღია კარტები არ ვაჩვენო, რომ ვიდეო არ დაიბლოკოს. ჟეზლის მეფე ხომ ხართ? ასევე ხართ პრინცი თასის და 6-იან ხმალიო მიჩვენებენ. კალოდის ძირში არის იმპერატრიცა, გაშლა არის ორივე სქესისთვის. მეგობრებო, მოიგეთ ხოლმე ორივე სქესმა თქვენ თავზე, უბრალოდ ერთზე მოვყვები. ვინაიდან ჟეზლის მეფე ამოდის, ახლა მამაკაცებზე მოვყვები. ესე იგი, ცეცხლოვანი ადამიანი ხართ, შეიძლება წარმოადგენდეთ ცეცხლის სტიქიას, ეს არის ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ მაინდა-მაინც ცეცხლის სტიქია იყოთ, ესე იგი საერთო გაშლა შეიძლება ასცინენტი გაქვთ სადღაც მზეში ან რაღაცა, ასე რომ თუ ესეც არ ემთხოვა, იმასაც გეტყვით, მაშინ შეიძლება უბრალოდ ტიპაჟი ხართ ძალიან ცეცხლოვანი, მუშაობის მოყვარული, გადაადგილებებით, ძალიან ესეთი ტემპერამენტიანი, სულ რომ იქრის, მოკრის, რო ვერ ისვენებს ერთ ადგილას, სულ სამუშაოს ეძებს, სამუშაოსთან ერთად ძალიან მოჭარბებული ტემპერამენტის პატრონია, როგორც წესი ჟეზლების მეფე. და ძალიან აქტიური, ასე ვიტყოდი ამ მხრივ. ასევე თქვენი მეორე ნაწილისთვის იქნება, რომ ხართ თასის პრინცი. თასის პრინცი ეს არის წყლის სტიქიის წარმოადგენელი, სრულიად სხვადასხვა, ესე იგი ცეცხლი და წყლის სტიქია გახდება ამ ვიდეოს მაყურებელი თქვენი მხრიდან. ეს წყლის სტიქია წარმოადგენს თევზების კიბორჩხალას და მორიელის ნიშანს, შეიძლება წარმოადგენდეთ წყლის სტიქიას საერთო გაშლაში კიდევ ვიმეორებ, ყველასთვის ყველაფერი არ დაემთხოვა, მაგრამ შეიძლება გქონდეთ ასცინდენტი, მთვარე ან რამე წყლის სტიქიაში ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც აჩვენებდეს ახლა კონკრეტულად კარტი და სამყარო. თუ არც ერთი არ არის, ეს არის ძალიან ემოციური პრინცი, თასის ძალიან რომანტიკოსი, ძალიან მგრძნობიარე, ემპათიური, ყველას და ყველაფრის მოსიყვარულე, თავისი თასი უნდა რომ მთელ სამყაროს დედამიწას, ყველა ქალს, ყველას გაუყოს და ერთი გული აქვს, მაგრამ 30,000 შეუძლია რომ გაფლითოს ისეთი მოსიყვარული. როგორც ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო, მთელი სამყაროსთვის არენანება თავისი გული რომ ამოიღოს, მისცეს ძალიან კეთილია ამავდროულად. თბილი მოსიყვარულე, როგორც გითხარით, ძალიან კარგი, ესე იგი, ლაი ტრესტია რომანტიკასთან მიმართებაში, ძალიან ბევრს საუბრობს, ძალიან უყვარს მომდის ინფორმაცია და ამასაც ვიტყვი საერთო გაშლაში, ძალიან უყვარს ლექსების რომანტიულად წარმოთქმა, რაღაცნაირი ხატოვნად, სიმღერა, არის დაკვრა შეიძლება რაღაც ნაწილმა იცოდეთ, ეს იქნება გიტარა თუ ფორტეპიანო თუ რაღაცა ფანდური, რაღაცა ინსტრუმენტი მომდის ასეთი რომ გიყვართ დაკვრა მასზე და ამნაირად სიყვარულის ჩვენება ხალხისთვის. გარშემოყოფები იქნება ეს თუ კონკრეტულად თქვენი საყვარელი პიროვნება, ძალიან ისეთი სითბოთი ნაზავი ადამიანია. მთელი თავის სანელებლებით, ასე ვიტყოდი, ყველანაირად თბილი და მოსიყვარულე და კარგი აურის ადამიანს რომ ატკბობს და ათბობს.
ამ ადამიანს ყავს ხატოვნად ქალბატონი, რომელზეც ოცნებობს, რომელთანაც შესაძლოა ეხლა კონტაქტი არ აქვს, როგორც ესეთი პირდაპირ მნიშვნელობით, ვერ ხედავს, ვერ ხვდება, შესაძლებელია ტერიტორიული სიშორი აშორებთ, აი ამ კარტით გეტყვით, რომ ძალიან შორს არის, სადღაც ღვთაებასავით შეიძლება რაღაცა ქვეყნებს იქეთ, ოკეანეებს იქეთ, ზღვებს იქეთ არის კონკრეტულად ეს ადამიანი, ან სადღაც ინტერნეტ სივრცეში არის, სადაც ელავს და ბდღვიალებს, ასე ვიტყოდი, ეს ქალი ღვთაებასავით მისთვის ოცნება, ლანდი და მოჩვენება და ყველაფერი არის ეს ქალი მისთვის, ვიზეც ოცნებობს მასთან ჩასვლაზე თუ ამ ქალის მასთან დაბრუნებაზე, რომ სიახლოვე მოხდეს, შეხვედრა მოხდეს, რაღაცნაირი აი ღვთაებასავით ქალი ყავს ასეთი სადღაც შორს. შესაძლებელია ტერიტორიული სიშორეც არ ქონდეს, უბრალოდ ახალი ნაცნობობა იყოს. ბედის ბორბალით ეს არის ბედის საჩუქარი, ასე გრძნობს ეს ადამიანი, ანუ თქვენ თავს გრძნობთ, რომ რაღაცნაირად ბედმა აი შეგახვედრათ, არ იყო ეს უბრალო შეხვედრა და უბრალო ნაცნობობა, ეს ყველაფერი იყო ემოციური ძალიან და დღემდე აი ამ ემოციებში ბანაობს და ზღვაში ეს ადამიანი და შიში აქვს, რომ არ დაკარგოს ეს ნაცნობობა, გადაიზარდოს უფრო მეტში, ვინაიდან გრძნობს, რომ ესეთი საჩუქარი ბედისგან ყოველდღიური და ყოველთვის არ მოხდება. ეს არის განსაკუთრებული საჩუქარი ეს ქალბატონი კონკრეტულად ამ მამაკაცისთვის, ვისი შენარჩუნებაც უნდა, ვისთან პირიქით ურთიერთობის დაახლოებაც უნდა და აი ამ მოლოდინებში ეს ქალი არის მისთვის იმპერატრიცა, მზად არის დაუჩოქოს, ფეხები დაუკოცნოს, რა ვიცი, ყველანაირად აჩვენოს, რომ შენ ხარ ჩემი დედოფალი, შენ ხარ ოთხივე დედოფლის მომცავი ჩემთვის და ყველაფერი, ქალი რომელთანაც მინდა რომ მყავდეს შვილები, ოჯახი, მომავალი, მინდა გეალერსო ყოველდილა საღამოს, გაშლა არის 18+ და 18-ზე პატარა მაყურებლებს ვთხოვ ასკროლეთ, არ უყუროთ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ისეთი გრძნობების გაშლა და არ არის ეს 18-ზე არასრულწლოვანი ასაკისთვის განკუთვნილი ეს ვიდეოები, ძალიან გთხოვთ ასკროლეთ თუ 18-ზე პატარა ასაკის ხართ. ძალიან დიდი ემოციური შტორმები აქვს ამ ადამიანს ამ ქალბატონთან მიმართებაში. კიდევ ვიმეორებ, გაშლა ორივე სქესისთვის არის, ქალბატონმა თქვენ თავზე მოირგეთ და სიტუაციურად მიხვდით, მოირგეთ, რომ თქვენი ან კონკრეტულად ყველაზე სათითაოდ საერთო გაშლაში ლოგიკურია, ვერ ვისაუბრებ. ესე იგი ძალიან ემოციების ზღვარი, ტემპერამენტის ზღვარი, თქვენი მხრიდან ამ ადამიანის მიმართ მოლოდინი, შეხვედრის, შეხების, ჩაკრობის და მთელი ამბების. ხო და მოკლედ გავიგოთ, გავიხსენე გაშლა და თემატიკა. რა მოდის უახლოესი 3-10 დღის ვადებში თუ ხვდებით, რომ თქვენია ეს გაშლა. 2 პენტაკლი, 16 მაღალი არკანი კოშკი, 4 ხმალი. ესე იგი რაღაცა გეტყვით, რომ ისეთ სიტუაციაში იქნებით არჩევანის წინაშე დაანგრიოთ ეს ურთიერთობა და ის რასაც საფუძველი არ აქვს და გგონიათ პერიოდულად რომ არ გამოვა ამ ადამიანთან და რაღაცა შესაძლებელია კონფლიქტის ვარიანტები გაქვთ. იმიტომ რომ 16 მაღალი არკანი ხშირად ნგრევის კარტია, საერთოდ რასაც საფუძველი არ აქვს, დღეს თუ არა ხვალ დაინგრევა და ამაზე ფიქრობს და რაღაცნაირად აი ცაში გაყურებთ, რომ აი ღმერთისგან რაღაცნაირი მინიშნება მიიღოთ, თითქოს სამყაროსგან მინიშნება მიიღოთ, რომ ეს ურთიერთობა დაინგრევა თუ არა, აი რაღაცა გამოიცნოთ წინასწარ და არჩევანი გააკეთოთ იმაზე, რომ თქვენი მხრიდან იყოს ეს თითქოს ნაბიჯივით, რაღაც პროვოკაციასავით, პროვოცირება მოახდინოთ, რომ აი თუ დაინგრევა, მოდი ეხლავე დაინგრეს, თუ არა და აი სამყაროსკენ იყურებით, რომ მაჩვენოს სამყარომ, რომ ეს ამ შტორმებს ეს ურთიერთობა გაუძლებს და გადავიტანთ და ეს არის სწორედ ის, რომელსაც უნდა გაუძლოს ამ ურთიერთობამ, აი თითქოს უახლოესი 3-10 დღის პერიოდში იქნებით აი ამ ორჭოფობაში, რომ ეხლავე გაარკვიოთ რაღაცნაირად ისე საეჭვიანო შეუქმნათ თქვენ პარტნიორს თუ პირიქით თქვენ იპოვით რაღაცა ისეთ სოციალურ ქსელში შეიძლება ან ფოტოებში ან კომენტარებში მოგეკავთ ისეთ რომელიც არ გესიამონებათ და ამ აფექტზე ასე ვიტყოდი შესაძლებელია კონფლიქტურ სიტუაციამდე მივიდეს სიტუაცია და დაასრულოთ თუ არ დაასრულოთ ურთიერთობაში მოგიწევთ ძალისხმევის მიმართვა.